ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 8 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები 90 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება. ბინები უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი კომუნიკაციით, ბუნებრივი აირით, წყალმომარაგებით, ელექტროენერგიითა და ცენტრალური გათბობის სისტემით. ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოვიწვია ჩემი სახლის დაზიანება, პრაქტიკულად იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. უყურადღებოდ არ დაუტოვებივართ მუნიციპალიტეტს, ყურადღებას გვაქცევენ საკუთარი ჭერი, სულ სხვა ქირასთან გასხვავებით. აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერა და სოციალური სახლების მშენებლობა წარმოადგენს. ამ მიზნით ეტაპობრივად ხორციელდება სოციალური პროექტები, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების რეალურ საჭიროებებს პასუხობს და სტიქიური პროცესების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს უქმნის. 5 წლის უკან სტიქის შედეგად დავზარალდით. ხელვაჩაურის მერიამ, რა თქმა უნდა, იმ დღიდანვე, გვერდით დაგვიდგენ, 1 წუთი არ დაგვეჩერენ მის სახლში. სახელმწიფო ზრუნვა არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლის გადაცემით. ის მოიცავს სტაბილური გარემოს შექმნას, სოციალური დაცვის გაძლიერებასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზეა ორიენტირებული. ჩვენთვის პრიორიტეტი არის მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება სახელმწიფოს თანადგომა. სოციალური სახლების მშენებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა. აჭარის რეგიონში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგეში 121 ბინიანი 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც 121 ეკომიგრანტი ოჯახისათვის საჭირო საცხოვრებელი ფართის გადაცემას უზრუნველყოფს. ასევე სოფელ სალიბაურში 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობა გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამუშაოები ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც. ოცნებები ნამდვილად ხდება, მეთქი ვიტყვი. ეს არის იყო და არა იყო და რომელსაც კეთილი დასასრული აქვს. 2028 წლისთვის აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ 2000-ზე მეტ ოჯახს კეთილმოწყობილი ბინა ექნება. გავაგრძელებთ რეგიონის განვითარებას, პასუხისმგებლიანი, პრინციპული, მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკით.